არც მქონია თავში აზრად რომ შეიძლებოდა მე მქონოდა დიაბეტი. როგორც კი დამიდგინდა, დავიწყე ბრძოლა. ეს თემა სულ არის ტიპი 1-ა, ტიპი 2-ა და რეალურად რა ხდება? წლებიც კი შეიძლება გრძელდებოდეს ეს პრედიაბეტური ფაზა. ილუზიაში ნუ ჩავარდებით, ეს არ არის 1 და 2 წლის ბრძოლის შედეგი. ყოველთვის ჭარბი წონა და სიმსუქნე არის რისკი უკვე. ეს რა თქმა უნდა არის მზაკვარი დაავადება, რომელიც ყველა ორგანოს შეიძლება ურტყავდეს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ეს არის ცხოვრების წესი, რომელმაც მე კიდე იმაზე ჯანმრთელი გამხადა, ვიდრე ვიყავი ახალგაზრდობაში. თუ ინსულინი დაჭირდა, ესე იგი არ არის კარგად საქმე და შემეშინდა. კოტე, მე მაქვს ნანახი დედას ტანჯვა. მოჭრილი ხელფეხი, მოჭრილი თითები, მოკვეთილი ფეხი. მოკლედ, ჩემ თვალწინ ბევრი ისეთი რამე მოხდა, რაც მე არ მინდა რომ მე მომივიდეს. სტრესზე ძალიან რეაგირებენ დიაბეტით დაავადებული ადამიანები. ყოფნით ენერგია და რესურსი. ილუზიას იქმნი, რომ შენ ტკბილს ჭამდა, არის ისეთი გემრიელი. არ უნდა მოდუნდეს პაციენტი, ვაფრთხილებთ რომ ეს დაავადება არსად არ წასულა. ფიზიკური აქტივობა და დიაბეტი. ფანტასტიურად გრძნობ თავს, როცა მოძრაობ. დიაბეტი მაქვს და სახის გამო ახალგაზრდობის პროცედურები შეიძლება? რომ ეს არ არის წინააღმდეგ ჩვენება ამ პროცედურების ჩატარების. არია. ძალიან. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. მოგესალმებით, მორიგი ეპიზოდით, პოდკასტი დაგიბრუნდით და მინდა შეგახსენოთ, რომ იწერება ეს პოდკასტი პოდკასტ პოინტში, ძალიან კარგი გარემო აქვს, მე მომწონს ყოველ შემთხვევაში და ჩვენს სტუმრებს აქ მოსვლა და მე მგონი კარგათაც გამოდის ის, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია თქვენი მოწონებები და თქვენი, ასე ვთქვათ, ჩვენს პეიჯზე მეთვალყურეობა, ეს ჩვენ გვახალისებს, გვაძლიერებს და ყოველ შემთხვევაში გთხოვთ, რომ მოიწონოთ ჩვენი YouTube არხი. აი აქ დაკლიკეთ. მანამდე წარვადგენ ჩვენ ერთგულ სპონსორს და მადლობა მათ. პოდკასტის ერთგული სპონსორია აჰავა. ეს არის მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული კანის მოვლის საშუალებები ისრაელიდან. აჰავა გვთავაზობთ სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებებს ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის. აჰავას თითოეული პროდუქტი გაჯერებულია 20-ზე მეტი უნიკალური მინერალით, რაც უზრუნველყოფს კანისა და თმის განსაკუთრებულ მოვლასა და სიჯანსაღეს. 14 ნოემბერს მსოფლიო აღნიშნავს დიაბეტის დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს. ეს მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ რომ დიაბეტი გამოწვევა 21 საუკუნის და ეს დიდი ხნის დაავადება, ვერაგი დაავადება, თუმცა ამ ბოლო პერიოდში და ბოლო 10 წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა დადებითობისკენ. ჩვენ შევეცდებით ყოველ შემთხვევაში 14 ნოემბერი ჩვენის მხრიდან გავაძლიეროთ. დღეს მეყოლება სტუმრად შესანიშნავი ქალბატონი, ჩემი მეგობარი პირველ რიგში, პატივსაცემი ადამიანი საზოგადოებისათვის, მომღერალი მაია ბარათაშვილი. მაია, მოგესალმებით. სალამი, დიდი ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედი ჩვენთან სტუმრად. მადლობა. დავიწყოთ ესე, პირველად როდის და რატომ გადაამოწმეთ შაქრის მაჩვენებლები თქვენს სისხლში? რა იყო ამის მიზეზი? ამის მიზეზი იყო ჩემი ჭარბი წონა. მე ვარ ქალბატონი ელენე გიორგაცის პაციენტი. და ჩემმა მეგობარმა წამიყვანა და შემპირდა რომ ისე დაგადნობსო რომ საკუთარ თავს ვერ იცნობა. მთელი ცხოვრება ვეჭიდავები წონას, მთელი ცხოვრება. არასწორი კვების გამო ეს იყო ბავშვობაში, მაშინ მაინც სტერეოტიპები სხვა იყო, ვიყავ პატარა ერთადერთი შვილი ვიყავი. ანუ ჩვენი მშობლების და მათი მშობლების თაობაში თუ გახსოვს, კოტე უბრალოდ თუ გაგიგია, მათგან ესე იგი ბავშვის რაციონი სიდიდე იყო ძალიან საეჭვო, იმიტომ რომ თავალია ბევრი ეჭამა ბავშვი მისთვის რომ კარგი ყოფილიყო. ეს იყო აბსოლუტურად მცდარი აზრი. დღევანდელი გადმოსახედით ეს მცდარი აზრია. შესაბამისად მეც ესე მომივიდა, მე ვცხოვრობდი ბებიასთან, გავიზარდე უმაგრეს უკლასიკურეს ბებიასთან, რომელიც მიმზადებდა კომბოსტოს პეროგებს, ვარენიკებს, რაღაც სასწაულ რაღაცა ესეთ პირაშკებს, რაღაცა ნამცხრებს და შესაბამისად დედა და მამა მუშაობდა, მე ვერ ვარ კონტროლებდი ამას, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, როდესაც რაღაცა შეეჩვევი, მე გადაჩვევა ძნელია. მოკლედ, წონას ვეჭიდავებოდი მთელი ცხოვრება, მივედი, ავიღე ანალიზები, არც მქონია თავში აზრად, რომ შეიძლებოდა მე მქონოდა დიაბეტი, ესეც არ არის სწორი, იმიტომ რომ მე გენეტიკური განწყობა მაქვს, დედას ჰქონდა, დედა გარდაიცვალა დიაბეტით, ამაზე ცალკე ვილაპარაკებთ მე ჩვენ. და მე არც მიფიქრია იმაზე, რომ მე შეიძლება მქონოდა ეს, ასე ვთქვა, დაავადება და რომ აღმოვაჩნდა მქონდა ჯერ პრედიაბეტი, მქონდა და მე პირდაპირ მინდა გითხრა, როგორც ექიმს, რომ იქ სადაც პრედიაბეტია, იქ აუცილებლად ჩამოყალიბდება ოდესღაც დიაბეტი. ოღონდ
გამომდინარე იქიდან როგორ რეჟიმს დაიცავს ადამიანი, ხო მართალი ვარ. ხო, მით უმეტეს როდესაც არის გენეტიკური განწყობა. მოკლედ როგორც კი დამიდგინდა, დავიწყე ბრძოლა. ეხლა რატო დავიწყე ბრძოლა? ეს არის საინტერესო. შემეშინდა. კოტე, მე მაქვს ნანახი დედას ტანჯვა. მე მაქვს ნანახი საავადმყოფოში მე უვლიდი დედას, ძალიან მინდოდა ექიმობა. ამიტომ მე თამამად მივდიოდი რაღაც ისეთ თამამ რაღაცა პროცედურებზე. სივრცეებში. მე იქ ვიყავი. მოჭრილი ხელფეხი, მოჭრილი თითები, მოკვეთილი ფეხი. ეს ყველაფერი ხო, ეს მე ვნახეთ 15 წლის ბავშვმა თავის დროზე ჩემ წინ. დავინახე ქალი დიაბეტიკი, რომელსაც ესე აყვა სილურჯე და გარდაიცვალა ჩემ თვალწინ. ანუ ეს როდის ხო ხვდებით, ახლა ჩვენ იმ პერიოდის, ასე ვთქვათ, შვილები ვართ. წინა საუკუნეში. და მოკლედ ჩემ თვალწინ ბევრი ისეთი რამე მოხდა, რაც მე არ მინდა რომ მე მომივიდეს და მე ცოტა სხვანაირადაც შევხედე ის ცხოვრება, რომელიც ღმერთმა გამოყო ჩემთვის დალოცველმა, გამაჩინა ამდენი რამე მომცა ხო საჩუქრად რატომ უნდა შევამცირო მე ჩემი უდიერობით ხო რატომ უნდა შევამცირო რა როგორ უნდა შევწირო მე მინდა რომ ვიყო ჯანმრთელი მე მინდა რომ ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე მე ვარ ძალიან მოძრავი ძალიან მობილური მე არ მიყვარს სტაგნაცია და მიყვარს მოძრაობა დინამიკა მიყვარს შესაბამისად დავიწყე ბრძოლა პირველი კლება იყო ძალიან კარგი ზუსტად მივყვებოდი ჩემი ექიმის მიერ მოდივსვენას უთხარი მაი რა ტიპის დიაბეტზე არის საუბარი ეხლა ეს არის არსებობს ორი ტიპის დიაბეტი მოგეხსენებათ ექიმი ბრძანდებით პირველი ტიპის დიაბეტი ეს არის მძიმე მინდა გითხრათ და ინსულინ დამოკიდებული და რთულია საქართველოში იმდენად რამდენადაც დოზირება არის ძალიან რთული ჩვენთან ინსულინის დოზის დადგენა. მე რამდენადაც ვიცი, ბევრი ადამიანი ვარდება გიპოში, ზოგს ვერ უსტაბილურებენ, მაგრამ აქაც თუ ადამიანმა რეჟიმი შეინარჩუნა და სწორად იკვება ინსულინთან ერთადაც შეიძლება ნორმალურად იგრძნოს თავი. ეს მეყოლება ენდოკრინოლოგი და მაგთემებზე ილაპარაკებთ, ხო ეს ხო. ეხლა შეხედეთ, ჩემ შემთხვევაში ეს არის მეორე ტიპის დიაბეტი, ეს არის შეძენილი დიაბეტი, ეს არის ასე ვთქვათ, გენეტიკური ფაქტორი, რა თქმა უნდა არასწორი კვება, რა თქმა უნდა ბევრი სტრესი, რომელსაც ჩვენ ვერ ხო, ამას ვერ გაურბივართ, დედა გარდაიცვალა 15 წლის ასაკში ჩემ თვალწინ და შესაბამისად ახლა სტრესის ნაკლებობა არ გქონდა და ამან გამოიწვია რა თქმა არასწორმა კვებამ. იმიტომ რომ სტრესი შეიძლება იყოს და უпростоრად სტრესი შეიძლება იყოს და იკვებოს ადამიანი ხელშეწყობი ფაქტორები, მაგრამ სამწუხაროდ მე არ უწყობდი ხელს. შესაბამისად დადგა ეს მომენტი ერთი პირი გახტომა ასე ვთქვათ მოვიკელი წონაში ცვლილებები დაიწყო ცვლილებები იმის მერე რაც გაიგეთ რომ არის ეს პრობლემა შეხედე გახტომა წონაში კლება არის კომპლემენტარული ანუ ძირითადი იყო ჯანმრთელობაზე მუშაობა როგორც კი დადგა სწორად სწორი კვების რეჟიმი როგორც კი მე ამ რეჟიმს მივყევი წამოვიდა წონა ქვევით და ფაქტიურად ეს არის თანდევი ეფექტი და ძირითადად დარეგულირდა დიაბეტი შაქრის დონე ოღონდ ახლა ილუზიაში ნუ ჩავარდებით ეს არ არის 1 და 2 წლის ბრძოლის შედეგი ეს არის დიდი ხნის ბრძოლის შედეგი თქვენ საბრძოლო მდგომარეობაში უნდა იყოთ ყოველთვის დღესაც კი ანუ მე ჩემ თავში როდესაც გადავწყვიტე, იცით რა, ცოტა ფილოსოფიურად შევხედოთ ამას, რა მინდა მე მინდა ვისიამოვნო 5 წამია იმ რაღაც მივიღო ჩემი დოპამინი, სეროტონინი და ეს 5 ნეირომედიატორი გამომეყოს მე ტვინში, ორგანიზმში, თუ მინდა რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვრო, რაც მე საშუალებას მომცემს, ჩემი ცხოვრების დონე ავწიო და ხარისხი და დავტკბე იმ საშუალებებით, რომელსაც მე უფალი მაძლევს, ხო? თუ აქ არ არის ლაპარაკი, არ არის საჭირო იყო ძალიან დიდარი რო გიხაროდეს ცხოვრება, არ არის საჭირო იყო ძალიან ლამაზი რო გიხაროდეს, არ არის ეს უკეთურესობები საჭირო. უბრალოდ იმ დღეს ვფიქრობდი, გამოვედი გარეთ რა ბედნიერება, ხელი ფეხი მაქვს,
ჯანმრთელი ვარ, ენერგია მაქვს, იმიტომ რომ სწორად ვიკვებები და ფეხით დავდივარ 12-14 კილომეტრი დღეში, ყოველ დღე. შეიძლება ის დაგვარად ზოგჯერ ნაკლები, მაგრამ ძირითადი ამოცანა არის 12-14. როდის პირველ ნახევარში უფრო თუ მთელი დღის. იცი, ნახე როგორ არის მე იმდენად რამდენადაც მე ძალიან ბევრ ადგილას მიწევს წასვლა. ხო, A პუნქტიდან B პუნქტში, ხო, იმის დრო არა მაქვს ნამდვილად რომ დარბაზში ვიარო, ან სადღაც ლიზზე ავიდე, მე მანქანა არ ამყავს და ამიტომ ესე გადავწყვიტე რომ A პუნქტიდან B პუნქტში მივდივარ ფეხით. მაგალითად, ავლაბარი იცით ხო, აი, მაგალითად მეტრო 300 არაგველიდან მე საბურთალოზე პავლოვის ქუჩაზე მოვცო. დიდი, მაგრამ თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, კოტე, ეს ისეთი ბედნიერება. ეხლა მე აგიხსნე ერთ საინტერესო ინტერმეცოს გავაკეთებ. ყოველთვის მაინტერესებდა რა არის ამ სიარულში და მოძრაობაში ასეთი ბედნიერება. ვიცოდი რომ გამოიყოფა ენდორფინები, სიამოვნების ჰორმონები, ნეირომედიაცია, ყველაფერი ვიცით, მაგრამ მაინც რა ქვია ამ მდგომარეობას და გადავეყარე ძალიან მაგარ წიგნს, ეს არის უნგრელი ნევროლოგი, მწერალი მიხაი ჩიქსტენ-მიხაი, ფანტასტიკური წიგნია, რომელსაც ქვია The Flow, ნაკადი, პატოკ. და აი სწორედ იქ არის აღწერილი რომ შეიძლება კონკრეტული მოქმედების და მდგომარეობის მიღწევა, როდესაც შენ ყველაფერი გავიწყდება ირგვლივ და გავიწყდება ის საქმეც, რომელსაც აკეთებ, იმდენად ხარ მოცული ამ ფლოუში, დინებაში და დინება, ესე იგი გააკეთეს ცდა, გამოიკითხეს სადღაც 500-მდე პროფესიის ადამიანი, იგივე ფლოუში შეიძლება ჩავარდეს ფერმერი ქალი, რომელიც ძროხას წველის და ეს მისთვის იყოს flow. იგივე შეიძლება მოუვიდეს ადამიანს, რომელსაც სწრაფი შედეგი მოწოდოს, ხო შორის მე მაქვს, მე არ მიყვარს რაღაცა ვთქვათ, ესეთი ზედმეტი საქმეების ახლის, მყავს ადამიანი ამისთვის, მაგრამ ძალიან მიყვარს თეფშის რეცხვა. ყოველთვის რა ფსიქოლოგიური მომენტია, ნახე, ძალიან ხო, ეს არის სწრაფი დოპამინი, ანუ უცებ გავაკეთე და შედეგი მივიღე. დავინახე და მე სიამოვნა ეს პატარ-პატარა დავალებები. არის, მე მანქანის ეცხვაზე ვარ ეგრე ზუსტად. აი, ხო, ეს ძალიან საინტერესოა. მოკლედ ეს ციგნი არის, ამან კიდევ გამიხსნა, მე ამიხსნა ის მდგომარეობა, რატო გხსნობ მე ფანტასტიკურად თავს როცა დავდივარ. ვერ რომ მეუბნებია, რომ იცი რამდენი სიარული არ არის კარგი და დაგიზიანდება. ფანტასტიკურად გრძნობ თავს, როცა მოძრაობ. ეს არის სიარული, ეს არ არის სირბილი, ეს არ არის ცურვა, ეს არ არის სხვა, ვთქვათ, ის სიმძიმეების თრევა და უშუალოდ ეს კარდიო არ არის. ეს არის სიარული და ეს არის ზუსტად ის, როდესაც მე აი ეს რაღაცა ყოველდღიური რუტინა შეიძლება დამავიწყდეს და ისიც კი, ესე იგი, დაივიწყო სიარულზე, სიარულის პროცესში. მაგარია. სიარულზე აბსოლუტურად დაგეთანხმები, ჩემს ასაც გაგიზიარებ და მაყურებელსაც გაუზიარებ, რომ მე დილაობით მაქვს ეს რუტინა. ანუ დილა ჩემი იწყება პირველი გაღიმებით, როცა ვიღვიძებ და მე არის ადგომა, ხანდახან აი ესე, ადგომა, მაგრამ ადგომა და გარეთ გასვლა. და ყოველდღიურად, ნახევარი საათიდან საათნახევრამდე, გამომდინარე დღის ჩვეული შემდგომი გრაფიკიდან, მე დავდივარ. ეს არის ან ლისი, ან ბაღი, რომელიმე მიმდებარე, სადაც ვარ, თუ საზღვარგარეთ იქაც პოულობ ყოველთვის მიმდებარე ტერიტორიას რომ გავიდე და ვიარო, დაკეტილ ტერიტორიებიც რომ არის სასტუმროს მიმდებარე, იქაც კი ვცდილობ რომ ყოველთვის ვიარო. სწორედ ეგ არის ის, რაც მავსებს დილიდან იმ ულევი ენერგიით, რაც მე მომყვება და ამას ახსნა არ მოსულა, ვერ ახსნი, ხა თქვენ მაგრად შეეცადეთ ახსნას, მე გავიგე, მაგრამ ვისაც არ გამოუცდია ეს რამხელა სიამოვნება, ეს სიარულით მომენტში დარჩენა და ამ დინებაში ჩაჟდომა. მაგარია, გეთანხმები. ესე იგი, აღმოჩნდა, რომ მაია ბარათაშვილზე იმ დიაგნოზმა, რომელიც ესე აღმოჩნდა მაშინ სრულად შემთხვევით, გარკვეულწილად დადებითი გაზეგავლენა იმუქრა. უფრო მეცაც გეწყვი, კოტე, მე მადლობას ვწირავ ღმერთს, ყველაფრისთვის და მათ შორის იმისთვის, რომ ეს დიაგნოზი მაქვს. მე ვთვლი, რომ ეს არ არის ავადმყოფობა და ჩემს შემთხვევაში ეს არის ცხოვრების წესი. ეხლა რა ხდება? დიაბეტი შეიძლება იყოს განაჩენი იმისთვის, ვინც არ მიაყურადებს და ვინც არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, არ დაიცავს რეჟიმს. ეს არის ძალიან მზაკვარი დაავადება, მოგეხსენება დროთა განმავლობაში ათეროსკლეროზის სიზარღვების ისედაც გვივითარდება და ამას კიდე ემატება შაქრით დამატებული, ხო, აწეული გლუკოზით. და ეს რა თქმა უნდა არის მზაკვარი დაავადება, რომელიც ყველა ორგანოს შეიძლება ურტყავდეს, მაგრამ
ჩემ შემთხვევაში ეს არის ცხოვრების წესი, რომელმაც მე კიდე იმაზე ჯანმრთელი გამხადა, ვიდრე ვიყავი ახალგაზრდობაში. ამიტომ მე მადლობას ვწირა უფალს, რომ ეს დაიშვა. გემოთ მოყვარება არის ქრისტიანობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული დასაძლევი ცოდვა. ყველაზე რთული, იმიტომ რომ ამ დროს ყველაზე სწრაფად გამოიყოფა ჩვენი ეს დოფამინი, ენდორფინი თუ რაც არის და ბედნიერები ვართ. მაგრამ ჩემ შემთხვევაში აი ამან ეს მომეხმარა მე რეჟიმში, ჩაჯდომაში მომეხმარა და იცი რა რაღაცა საკურთა თავზე გეცვლება წარმოდგენა იმ მხრივ, რომ ხა კი არ ვამაყობ ამითი, მაგრამ იცი რა რაღაცა საფეხურს რო დაძლევ, აი flows რო ვლაპარაკობ, აი ამ flows ერთ-ერთი პირობა არის პატარა ამოცანების დასახვა და აი ამ ამოცანებში თვით დაკმაყოფილება და დიდ მიზნამდე მისვლა. მაგარი кайფია ეგ. მაგარი. ყველაზე მაგარი არის, ხო, უნდა ვიცოდეთ რა შეიძლება იყოს აი ამ flows გამომწვევი მიზეზი, უნდა დაისახო დიდი მიზანი და აი ეს ამოცანა ნებად დაყო. აი ამ რეჟიმში კალორიულ დეფიციტში ყოფნა, ბევრი რამეზე უარის თქმა, ხო შეზღუდვების დაწესება, თუნდაც იმ მომენტალური წამიერი დოპამინის ენრაოდენობებისგან, რომელიც სამხელა სიამოვნებებს გვრის. ყოფნით ენერგია და რესურსი. აი რა არის თქვენი კვების რაციონი, რითაც ამ ტემპებს, ამდენ სიარულს კიდე, ხო? უძლებთ. მე კალორიის დეფიციტს არ უჩივი. მე არ მივირთმევ კომბინირებულ საკვებს, ეს იგი სადაც არის ცხიმი, ნახშირწყალი და ისა რა ქვია, ცილა ერთად. ხო, აი დაუშვათ რძის პროდუქტი, ცხიმიანი არ უნდა იყოს, ავოკადო არის ჩემს მაში რა ქვია, რაციონში. არ მიყვარს, მე გეტყვით, ხორცი, კვერცხი არ მიყვარს, ბრინჯი, კარტოფილი არ არის და ოღონდ, ნუ აი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ დაუშვათ, როცა მარხვა ცოტა რთულია, იმიტომ რომ ის ცილაც ამოღებულია. ყველი არის ჩემ რაციონში ყოველდღიურში, როდესაც მარხვა არ არის. ქართული, ევროპული? ევროპული არა, ქართული, უცხიმო, იმერული ყველი და ბოსტნეული უხვად და ხილი, ოღონდ ისიც გამორჩევით, სადაც გლიკემიური ინდექსი ძალიან დაბალია. მანდარინი ახსენეთ, სანამ დავიწყებთ. მანდარინი, აუცილებლად მანდარინი ქლიავი. ხო, ისეთი ხილი, სადაც არ არის ხლა მაგალითად არ მივირთმევ კარალიოქს, არ მივირთმევ ბანანი არ არის ჩემ რაციონში, არ არის დაუშვათ არავითარ შემთხვევაში ძალიან მაღალი გლიკემიური ინდექსია და ეს არის პირდაპირ პირველ დიაბეტში გადასვლა. არავითარ შემთხვევაში. იცით რა, სეზონში ერთხელ ვთქვათ შეიძლება დაუშვათ და პირდაპირ მერე დაუშვათ თუ რაღაცას მიირთმევთ, აუცილებლად უნდა გაიაროთ იმისთვის, რომ სიარულის დროს აუცილებლად უნდა დაიწვას ის მაღალი ვთქვათ გლუკოზა. ამიტომ მე არ უყურებ ამას როგორც შეზღუდვას, მე ამას პირიქით უყურებ როგორც დამხმარე საშუალებას. ჩემი ტვინი მივაჩვიე იმას, რომ ტკბილს როდესაც უყურებ, ოფცია ჩემს კუჭნაწლავის ტრაქტში გადასვლის უკვე გათიშულია. ანუ ის კი არ არის რომ მე არ მომწონს. მე მაგალითად ახლა მიწევს დროებით სადღაც ცხოვრება და კიროჩნიზე ვცხოვრობ და გვერდზე აცხობენ რაღაცა ვანილის სუნი მოდის. ბუნებრივია ეს ყველაფერი ფიქსირდება და შემოვიფარგლები დაყნოსვით. მიიღო ტვინმა სიგნალი და გამოვედი გარეთ შევჭამე მანდარინი, ვთქვათ, ან ქლიავი, ხო. ეხლა ვიღაცას რო უთხარი, ნუ რა სისულელეაო, მითხრა მაგას როგორ შეგიცვლის, მაგრამ შესაძლებელია. თუ ამაზე თქვენ იმუშავეთ, თუ კი ოფცია ტკბილეული გათიშეთ ტვინიდან ამას მუშაობა უნდა. მე რა ვქენი იცი, კოტე, დავაკავშირე ტკბილეულის მიღება ტკივილის ეფექტთან. ანუ დავაჯერე ჩემი ტვინი, რომ იმას მე რო შევჭამ, აუცილებლად მეტკინება და თქვენ წარმოიდგინეთ, სადე და მეტკინა. იშვიათ ვარს არ ამბობ აი ამ შეზღუდვებზე, იშვიათ გამონაკლისებს ამბობ. ეს არ ეხება ნამცხრებს და აი ამ კომბინირებულ ცომი, ნახშირწყალი, ცილა, ცხიმის კომბინაციას. ერთადერთი შეიძლება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ვთქვათ ხაჭაპურის, რომელიც ძალიან მიყვარს, ერთხელ ან ორჯერ, მეტჯერ არა. ერთი ნაჭერი დაუშვათ და იმის მერე სიარული ბევრი და მერე ერთი კვირა კეფირზე და ასე. ანუ დაბალანსება, ჩანაცვლების პრინციპი, კოტე.
აი შემიძლია ჩვენ მაყურებელს უთხრა ჩანაცვლების პრინციპი, რითი ანაცვლებ დესერტსო. ჯერ ერთი ცხილი თუ ანაცვლებ და მეორე თუ გაინტერესებთ რეცეპტი, 200 გრამი ხაჭო, 1 ცალი კურაგა დაჭრილი, ოპა, stop. No, არა. ვისაც შაქარი არა აქვს თაფლი და ჯანსაღ დესერტს მიიღებს, ვისაც შაქარი აქვს, ახლა კურაგაც მაღალია, მაგრამ 1 ცალი კურაგა. ხო, 1 ცალი კურაგა, 1 ქლიავის შირი, 1 პატარა და რამდენიმე თხილი მოყრილი. არ არის დესერტი? კი, შესანიშნავია. ფანტასტიკური ჯანსაღი, კარგი, გაყავით 2-ად, თუ არა და მთლიანად მიირთვით და 1-5-6 საათი არაფერი აღარ გინდათ. კიდევ ერთი რეცეპტი, მე მაგალითად გინდება ბუნებრივი, ახლა მართლა რობოტი ხო არა ხარ ადამიანი ხო? ეხლა რა გავაკეთე? უკოფეინო ლატე ნუშის რძით. არავით არის შაქარი, მაგრამ თვითონ ნუშის რძეს არომატი აქვს თავისი და იტყუებ ილუზიას იქმნი, რომ შენ ტკბილს ჭამ და არის ისეთი გემრიელი, ფანტასტიკური. ახლა მე არ მაქვს უფლება დავასახელო, სად ვაკეთებ ამას, იმიტომ რომ რეკლამა გამომივა, მაგრამ უკოფეინო ყავა ნუშის რძით შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნებისმიერ ადგილზე და ის ჩათვალეთ, რომ თქვენ მიიღთ, ჩემთვის ეს არის ბეზეს ტორტი. და ლაქტოზა არ არის, ვისაც ლაქტოზის პრობლემა აქვს. ბეზეს ტორტი და არის სამარხო. ვეგანურია. ხო არის ადამიანი ხა მარხვის დროს ხო რაღაცა გინდა ხო ხა როდესაც იმ ყველსაც არ ჭამ, ხა როდესაც სომს არ ჭამ, ბრინჯს არ ჭამ, იმიტომ რომ პირდაპირ ისეთი აი glucose spikes რასაც ქვია, ხო ეს ამოხტომები, გლუკოზის ამოხტომები ყველაზე საშიში ეს არის რეალურად მე აღარ ჩამოდის, ხო? რჩება. ეს არის ბრინჯზე ძალიან დიდი დატვირთვა, წითელი ლობიოს, თუმცა ლობიოს ასე თუ ისე მივერთმევ, მაგრამ აი ბრინჯი ამოღებულია კარტოფილიც იშვიათად და ხო აი ესე ზღუდულად პროდუქტები, მაგრამ ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ისე მივეჩვიერო. აი ეს რაღაცა ყველის პატარა ნაჭერი, ნუ იქნება პატარა, თქვა ცოტა გერკულესი და უშუალოდ ვეგანური ყველით, რაღაცა სხვათა შორის ჩვევებამდე დავიყვანე, სხვათა შორის ყველმაც იცის მიჩვევა და არის ესეთი ნივთიერება კოზეინი, რომელიც არის კარგი ნივთიერება და მასთან ხო მე მგონი თუ ხა ექიმი თქვენ ხართ შედის რეაქციაში და ფაქტურად ნარკოტიკის ეფექტს იძლევაო, მაგრამ ხა ესეც არ არის, ხო? ხა როდესაც მარხვა დგება, ირთვება ისე. ანუ მე მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი არის ტვინიდან გამომდინარე. ტვინი მართავს ყველაფერს. თუ თქვენ მამა მეუბნებოდა, აი მე გეტყვით გენეტიკა. მამას უყურებდი მთელი ცხოვრება. მამა იყო იდეალური აღნაგობის, დედა იყო დიდი, უყვარდა გემრიელი ჭამა და ცხობა. მამა იყო იდეალური აღნაგობის და საკოსტიუმე ტანი ჰქონდა, მაღალი ტანადი. მე არ მახსოვს, რომ მამას ბევრი ეჭამოს. როგორც კი 1 კილოს იმატებდა, იმ წუთში პურს იღებდა ხოლმე და ყოველთვის მეუბნებოდა, შვილო, აი ეს ძველი გამოთქმა კუჯს აქორებ ქორია, აღორებ ხორია. ეს ხო ძველი ეპოსია, ხო? და როგორი სწორია, როგორც მიაჩვევ. აბსოლუტურად, როგორც მიაჩვევ ეგ არის. არ არის მარტივია, არ არის მარტივი, მაგრამ დამიჯერეთ დაძლევადია და თქვენ ისე ისიამოვნებთ იმისგან, რომ ჯანმრთელად და ენერგიულად ხართ, იმიტომ რომ როდესაც ოქსიდაცია მიდის ორგანიზმის ენერგია არ აქვს. ხო, გლუკოზის გამო დაღლილი ხარ, იხვიძებ დაღლილი, მე ამას თუ კიდე სიგარეტი დაამატე, ამას თუ კიდე პრობლემა ალკოგოლი მამაკაცებს ძალიან უჭირთ. ეხლა მე ქალი ვარ და არ მიჭირს, მინდა შეიძლება ქალებსაც ძალიან უჭირთ მართლა ალკოგოლი. იცით რა, აი მე მაგალითად აი ერთი ხლუპი ღვინო არა, არის ის ორივე ჭამს, ხო. ნუ მამაკაცს ჩვენ ქართულ კულტურაში ხა მამაკაც მიყავს სუფრა, ხო, ახლა ეს ქალი ესე არ დაჯდება და არ წაიყვანს სუფრას. ხო და ეგეც პრობლემა არაფრით არ შეიძლება. მძიმეა, მაგრამ ნუ უნდა ავირჩიოთ. სხვათა შორის თქვენ ახსენეთ ერთი რომ კულინარიას უნდა შევეხო, იმიტომ რომ თქვენ ვიცით რომ მზარეული ხართ, კარგი. ანუ გაქვთ რაღაცა ნიჭები გარდა იმისა, რაც თავარი არის თქვა წარმოდგენილი საზოგადოების, რომ გიყვართ სამზარეულო, ხო? იცი რა არის, კარგი მზარეული ვარ, მაგრამ სხვისთვის. ხო, ჯერ ერთიც ახლა ამ ბოლო დროს მარტო ვცხოვრობ მე და ამიტომ თავისუფლებას ვაძლევ, რომ სახში მქონდეს ავოკადო, ბოსტნეული და ყველი. და თქვენ თავს მოიმსახურებთ. და ჩემთან არავითარ ეს რაღაცა ხარშვები, არავითარ შემთხვევაში და მოზილე, ხალი, არა, მაგრამ ჩემი უნიკალური მის რა გოზინაყის რეცეპტი.
უნიკალური სრულიად, იმიტომ რომ ესეთი გოზინაყი არ არსებობს სოფლებში. გეტყვით რითია უნიკალური. ჯერ ერთიც დაჭრის ფორმით. მე არ ვტეხ ნიგოს, მე ვჭრით ხლათ რომ კარგად გაუჯდეს თაფლი. თაფლს არ ვინანებ. აი შეხედე, თაფლს არ ვინანებ, თაფლს ვხარშავ ნელცეცხლზე და უნდა მოვიდეს თაფლი. ოღონდ ცოტა არ უნდა იყოს. შემდეგ რომ მოდის თაფლი და უნდა მოკაფო. მე ხომ მე პავლოვის სახლით მოყვა. და მე უნდა აიღო ეს ყველაფერი გადაურიო და რაღაცა ისეთი რბილი და ფაფუკი მე არასდროს არ ვჭრი, მე ვტეხ. არავითარი შაქარი შეგნით. არავითარი ნატურალური თაფლი და ნიგოზი ეს ყველაფერი მოდის. კარგად და როდესაც შეწითლდება, მე ეს ყველაფერი უნდა გაბრწყელდეს ესე დიდ პოდნოსზე და უნდა მოიტეხოს. მე ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემ მეგობრებს უკეთებდი და ბოლოს განვაცხადე, რომ არავითარი გოზინაყი დამთავრებულია, გამორიცხულია, იმიტომ რომ მე მეც მინდება და მე ვსუქდები და არავითარი არ არის საჭირო საერთოდ. ეხა ნახე. მაშინ აქ არის ეს და მომზადებული ვიყავ, მაგრამ მაგ ისე აპოფეოზამდე თუ აიყვანდი, შემეხა ამ ჯემის გასინჯვას გოზინაყისავით არ ვიცოდი. კარგი, აქვე წარვადგინოთ ეს ამბავი. შენთან ერთად მადლობა, ძალიან მაგარია, ძალიან სიამოვნებთ თქვენთან კომუნიკაცია. აქვე მინდა ერთი საინტერესო სიახლე გაგაცნოთ, ეს არის ეს სიახლე. პირველი ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი აგროჰაბი, ყველასათვის ცნობილი, როგორც იცით, გამოირჩევა საკუთარი წარმოების სხვადასხვა პროდუქტით. მათ შორის ამჯერად ის გვინდა წარვადგინოთ, რაც ახლა აიაკდებს, ეს არის დიაბეტური ჯემები რა. დღეს დილას მათ შორის სანამ აქ მოვიდოდი, უბრალოდ დილას საუზმის პერიოდში გუშინ წავავლე ხელი ზუსტად ამას აგროჰაბში და საკმაოდ საინტერესოა, როცა გინდა ტკბილი გააქვს პატარა ხრუწონა ბრუსკეტი, ჭვავის პურის და ეს განცდა გინდა, რასაც კარგად მოვიდიწყენ, გამოვიყენე ქლიავის და ძალიან მესიამოვნა. მოდი ხა ნახოთ რა ხდება. სახეობებით შერჩეულია ისე რომ პროდუქტი თავსებადი იყოს, თქვა შაქრიანი დიაბეტის მატარებელ ადამიანებისათვის, ანუ იქ გემოვნური თვისებები და რაღაცები ერთმანეთთან კავშირშია, ხო? შემოწმებულია ლაბორატორიულად და მოპოვებული აქვს დიაბეტური ნიშანი. დიაბეტური ჯემები შეიცავს მხოლოდ კონკრეტულ ხილში არსებულ შაქარს და წარმოების პროცესში დამატებული აქვს მხოლოდ ბუნებრივი დამატკობელი სტევია. შაქრის შემცვლელი, რომელიც მზადდება მცენარე სტევიას ფოთლებისაგან, არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, ნახშირწყლებს და არ აქვს კალორია. ესეც მნიშვნელოვანია. იდეალური პროდუქტია, ასევე დაბალანსებული კვების ან სხვადასხვა დიეტების დროს. მაია, მოდი გავსინჯოთ? ხო, და ცოტა მას ვიზამ რა, ჩამოვასხამ. ესე იხსნება? ხო, ესე უი, რა საინტერესოა, მე კიდე როგორ ვჭვალობ ხოლმე. ო, ესე გვერდებიდან მოუჭირე ნებისმიერები და ეგრევე იხსნება. რა მაგარია, ხო, აბა გავსინჯოთ. ოი, რა კარგია. მე მაგას გადაურევდი ცოტა ნიგოს სანთხილს მოხალულს. არა მაქვს დედასკეფიცებით, თო ჩავ. არა მაქვს, არა. როგორ არა გაქვთ მომეცით. ამას ბრუსკეტა არ უნდა, ამას უნდა ნიგზები მოხალული. ოდნავ. ნიგოზი და კაი ცხოვრება, ჩემო მაია, ხე სტუდიაში არა პროდიუსერებს უნდა მიმართოთ. ოკეი, სინჯა? გავსინჯოთ, კი. შენი მოყოლილი გოზინაყის მერე არ ვიცი ეს როგორ იქნება. ძალიან. კუწკუწები აქვს შიგნით ან კაია. გადასარევია კუწკუწა. არაჩვეულებრივი. აი, თხილი უნდა ამას. ეს აიყო. ჟოლოა ხო? კიდე შეიძლება ხო ერთი კოვზი? რამდენი გინდა გამოგიღო? აი. გაგატანთ. საღამოს გაერთოვი შაისთან. ვა, მართლა კაი იყო. ძალიან გემრიელი და ეს აქ არის ვაშლი, ქლიავი, ჟოლო მომწონა ძალიან. ვაშლი, ქლიავი, ჟოლო. პრინციპში ასორტიმენტი ისეთია, რომ გემოვნურითაც შეიძლება შეირჩეს. მადლობა, რომ დააგემოვნე. შეიძლება კოტე ერთი შენიშვნა, უგემრიელესია. უთხრათ, აბა. აი შეიძლება ამითი ნამცხვრის გამოცხობაც კი, ოღონდ ფქვილით არა, ვთქვათ გერკულესის ან მის რა ქვია, გრეჩიხის ფქვილით. ეგ ცალკე იყიდება, ეგ ცალკე იყიდება და შეიძლება ესე ტარტალეტკები და დავაწოთ და მშვენიერი იქნება. ოღონდ ერთი მომენტია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიაბეტიკმა 1 კილო უნდა შეჭამოს. ხო, ხვდებით, ეს არის ისეთი აი სმაკია. რაღაცა 1-2 რომ პატარ-პატარა სიამოვნებები და ისეთი ძალიან სასიამოვნო. ახლა მე მაგალითად ვერ ვარჩევ ვერაფრისგან. ახლა მე რომ მეჭამა რაღაცა კრემიანი ძალიან დამამძინებდა. ამან არ დამამძიმა. მაი, რამდენი წელია თქვენ
ახალწონით კატეგორიაში რაც გადახვედით და ამით ამაყობთ. ვიცით რომ ამით ამაყობთ და თქვენ სიამოვნებთ ის მიღწევები, რასაც მიაღწევთ. ნახეთ სარკეში, როდესაც ვიყურები. მოდი ამას მოგაშორებ. კარგი, ჩემო კარგო. სარკეში, როდესაც ვიყურები მომწონს ჩემი თავი, თუმცა კიდე ჩამოვაკლებდი ერთ რამდენიმე კილოს. ეგ ხალებს ხო იცი ყოველთვის გვაქვს. ხო. მაგრამ რასაც ვხედავ მომწონს. მომწონს, შედეგი მომწონს. რამდენი ხანია რაც მოგწონს და როგორ ინარჩუნებ ამ შედეგს? მარტო სიარული და ის არის, რასაც აღწერ, თუ კიდე არის რაიმე, რასაც იყენებ შენ? კვება და სიარული. კვება, აუცილებლად კვება. არაფრით არ შეიძლება რაღაცა ექსკიუზების პოვნა და რაღაცა თავს რაღაცების უფლება მიცე, ხეს გავაკეთებ და ხვალ არა მიშავს და ისე აგივარდებათ. წონა რომ ვერც დააფიქსე. ამიტომ ხო არა, მე სულ ვაკონტროლებ ამას. სულ ვაკონტროლებ. მე ვაკონტროლებ, მაგრამ ვერ. კონტროლის ვაკონტროლებ. ნუ აი ეს წონა მე მაგ რა ვიცი 1 10 15 10 წელი უკვე სტაბილური ოღონდ როგორც კი ერთ ნაჯერს მეორე მიემატება ეს წონა უკვე არ არის ეს ყოველდღიურად ნახულობ თქვენ წონას სასწორზე თუ რაღაც კვირაში ერთხელ ვცდილობ რომ ვაკონტროლო შეიძლება 2-3 დღეში ერთხელ მაგრამ ყოველ შემთხვევაში საჭიროა კონტროლის საჭირო. კარგი, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, საკუთარი გამოცდილება, პრაქტიკული გამოცდილება. რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დიაბეტის სამართავად უნდა იცოდეს ადამიანმა? დიაბეტის სამართავად. აი ყველაზე მნიშვნელოვანი რა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გასაღები. გასაღები არის საკუთარი თავის დაფასება და პატივისცემა, სიყვარული და ზუსტად იმ რესურსის მადლიერებით მიღება, რაც შენ გამჩენმა მოგცა. იმ რესურსის. ანუ ის რაც შენ გეძლევა ხელოვნურად არ უნდა შეამცირო, არ უნდა გააფუჭო, ხარისხი არ უნდა დაუკარგო. ეგ არის ყველაზე მთავარი. ეს არის ისეთი დამოკიდებულება ცოტა ფილოსოფიური დამოკიდებულება, რომ მე რაც მომეცა, მე იმას უნდა მოუარო. ახლა როცა თქვენ რაღაცა ტელეფონს ყიდულობთ სასწაულს, ეს ღვიძლი რო ჩადედა, რო გადაიხადე და კრედიტს რო იხდი და სახში საჭმელია. იმას ხო, ის რო წყალში ხო არ ჩააგდებ წყალში. ეხლა ეს ჯანმრთელობა, ამიტომ აი ამან უნდა გადაწონოს. კვება და მოძრაობა არის კი. მეტი და ნუ სტრესს ვერ გავექცევით ახლა ჩვენ სტრესს. გამოწვევებია და ვერ გამოწვევებია და სტრესის მართვა შეიძლება, თუმცა მე როგორც ფეთქებადა და ძალიან ისეთი ადამიანი ვარ. ხო, ემოციური ვარ, ძალიან ფეთქებადი ვარ. ვიღაცამ მითხრა რომ ვაი მე რა საყვარელი გოგო ხარო, ბუმბულებიო რაღაცა და თქვენ ჩემი რის ხო არ გინახიათ მოუთხარი. კაცი შემოსყორცნა. გაჩუმა ხო ეგრე. ხო, აი ხო ანუ უნდა შეგვეძლოს მართვა, რაც არ არის სამართავი უნდა მივიღოთ როგორც საჩუქარი, თუნდაც ის განსაცდელი. მადლობა ღმერთო ყველაფრისთვის. აი კი არის ეს მადლობა ღმერთო ყველაფრისთვის არის კი. კი, მადლიერება. ეს არის გასაღები და დანარჩენი უკვე მე შენ თვითონ დაალაგებ, რახან შენ მადლობელი ხარ, ხომ უნდა გადააგდო საჩუქარი რაც მოგცეს. ხო სწორია. ამიტომ ეგ არის. ხო. სუპერ პასუხი იყო. ყველაზე მაგარი პასუხი რაც კი შეიძლებოდა გამიგო ეგ იყო რაც თქვენ ახლა. მე მართლა ასე ვფიქრობ. კარგი, ბოლოს გვაქვს ეგეთი რუბრიკა, ბევრი დრო კი მინდა თქვენთან საუბარი სასიამოვნოა, ყოველთვის კარგი ენერგია მოდის. მადლობა, ჩემო კარგო, მეც ძალიან ასევე მადლობა. მოდის ეგეთი რუბრიკა კი ან არა? მოდის მაყურებლისთვისაც საინტერესოა და შენ შეიძლება იცი რაღაც, შეიძლება მეც ვიცი რაღაც, მაგრამ შეიძლება არ ვიცით. მოდი ერთად გავიაროთ რა. ფაქტი 1, ძველი ეგვიპტელები დიაბეტს ცნობდნენ და მას აღწერდნენ როგორც შარდის დიდ რაოდენობას. ასე ახასიათებდნენ რა. ხშირი შარდვა. ეს სიმართლეა თურმე დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული აღწერა ძველი წელთაღრიცხვით 1550 წლით არის დათარიღებული და პაპირუსების სანაწერებში გვხვდება. როდიდან მოდის თურმე, ხო? ფაქტი მეორე, ცნობილ მომღერალს ელა ფიჯერალდს ქონია დიაბეტი. ქონია, ნამდვილად. და ბოლოს ფეხი მოკვეთეს. აი ფიდანიც არ ყოფილა თათ კარგი. არ ყოფილა, არა, ხო. მათ შორის ასევე მეორე ქალი ლეგენდა, რომელიც არის მუსიკის სფეროდან, არეტა ფრანკლინია. მასაც ქონია დიაბეტი ტიპი 2. შეხედავდი და ეთყობოდა იქ სადაც არის overweight, ანუ წონა როგორც კი იმ პირდაპირ ღიაკარია თუ ჯერ არ აქვს, ესე იგი უკვე აუცილებლად გექნება. როგორც კი slightly overweight, როგორც კი სუქდება ადამიანი, პირდაპირ წერია არ შველის ეგ ამბავი. პირდაპირ წერია რომ დიაბეტისკენ აი გამოღებული კარი და გადადგმული ნაბიჯი. პირდაპირ.
კარგი, ფაქტი 3. ინსულინი პირველად აღმოაჩინეს სამკურნალოდ 1921 წელს და გამოიყენეს კიდევაც, ანუ სამკურნალოდ მაშინ გამოიყენეს. ეს ასე მომხდარა ტორონტოში ფრედერიკ ბანტინგისა და ჩარლზ ბესტის აღმოჩენის შემდეგ, რაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა რამაც. შემდეგი ფაქტი, ფრენკ სინატრას არასდროს ჰქონია დიაბეტი. არ ყოფილა ეს მართალი. მას ჰქონდა როგორც გულის დაავადება, ასევე ტიპი 2 დიაბეტი სიცოცხლის ბოლო წლებში. კი, მე წავიკითხე წიგნი, სადაც მე ხო უნდა მეთქვა, რომ ძალიან უცნაურია, ჰქონდა, რა თქმა უნდა. რა არის ციკოტე, რამდენადაც მე ვაკვირდები, ხელოვნების სფეროში მყოფი ადამიანები მით უმეტეს, როდესაც entertainment-ის გართობის იმიტომ რომ სტრესებში ხარ, სულ არა, ეს ერთი, ჯერ წარმოიდგინე ექსპოზიზირებული, რეჟიმი არეული, ღამის სესიები, ალკოჰოლი, მუდმივი ალკოჰოლი და ახლა ეგ კიდე ხო ეს საწყალი ოზი ოსბორნი ახალგაზრდა ამბობდა რომ ხო არ არსებობს იცით რატო იმიტომ რომ სტრესია როდესაც დგები და მილიონობით ადამიანი გიყურებს და ლუპაში გატარებს ძალიან დიდი აქედან შპოთფითი აშლილობები სტრესები პანიკური ატაკები და ასე შემდეგ ასეთი ფაქტიც არსებობდა თურმე ანუ ჭორის დონეზე რომ თურმე დიაბეტის მატარებლებს ეგზალებათ სტაფილო ჭარხალი და კარტოფილიო. აჰა, ჭარხალი მაღალი გლიკემიური მაჩვენებელია. სტაფილო, იცი რა, სტაფილო, ახლა გააჩნია რაოდენობა. პასუხი ეგ არის, რა თქმა უნდა. და ჭარხალიც რაოდენობა, ზომიერება ყველაფერში. ზომიერება. მართალი ბრძანდებით, ამიტომ არ არის შეზღუდული ეს. ფრანგი ქალივით იკვებე. удалить любопытство, ცნობის მოყვარეობა დაიკმაყოფილი, მე ცოტა მიჭირს ეს გურმანებს გვიჭირს ეს რომ ერთი აიღო და დაამთავრო, არ არის ეგრე. მაგრამ ფრანგი ქალები ესე და მე აი როგორც ვცდილობ, იცი რომ აი მე-5 და მე-6 ლუკმას რომ მინდა მივეპარო. რთულია, მაგრამ ეგ არის. კარგი, ესეთი მითის და ფაქტების ეცეს ამბობდნენ, რომ ადამიანს თუ აქვს ტიპი 1-ის დიაბეტი, ის ვერ გახდება პროფესიონალი სპორტსმენიო. ეს არ არის მართალი. იმიტომ რომ უამრავი ოლიმპიური ჩემპიონი ყოფილა პროფესიონალი სპორტსმენი და დიაბეტი ტიპი 1-ის მატარებელი და ამერიკაში, ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ლიგაში უამრავი სპორტსმენია აი ამ დაავადების მატარებელი. კოტე მაპატიე და გიპოს რას უშვებით? ესე იგი როგორი სწორი დოზა უნდა იყოს შერჩეული? ალბათ მართვა ისევ და ისევ ყვებით და ენერგეტიკული ხარჯვით, ხო? ყვება მიღებული, იქ ინსულინი ვისაც ჭირდება, თქვათ, იმის მარტო მოკლედ მეთვალყურება ჭირდება, ხო? შემდეგი ფაქტია, დიაბეტის განვითარების რისკი მეტია იმ ქვეყნებში, სადაც მძომარე ცხოვრების წესი არსებობსო და უფრო გავრცელებული ვარ, მართალია, იმიტომ რომ მოძრაობა. ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ტრიგერია ტიპი 2 დიაბეტის განვითარების. დიახ. სულ რამოდენიმე წუთში იქნება მეორე სტუმარი, ჩვენ გვეყოლება სტუმრად ენდოკრინოლოგი, ჩემი კოლეგა ეკა კვარაცხელია და შაქრიანი დიაბეტის თემებზე გავაგზავნებთ საუბარს. მაიკო, მადლობა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა. 14 ნოემბერი დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა და დღეს ჩვენი ეპიზოდი ამ მიმართულებით ასე ვთქვათ დაუთმეთ ასპარეზი. პირველი სტუმარი იყო ქაბოტონი მაია ბარათაშვილი და მასთან მართლა საინტერესო საუბარი იყო და მე მესიამოვნა მაიასთან კომუნიკაცია დღეს და ახლა უკვე სამედიცინო ნაწილი ეკა კვარაცხელია, ჩემი კოლეგა ენდოკრინოლოგი ყავს სტუმრად, ეკა კიდევ ერთხელ მოგესალმები. მადლობა რომ მოხვედი. დღევანდელ დღეს დაუთმოთ დრო იმისათვის რომ გარკვეულ მარტივ კითხვებს გავცეთ პასუხები მათთვის ვინც ვთქვათ რაღაც განცდებშია, ან ელოდება რაღაცა დიაგნოზს, კვლევების პროცესშია, ან შიში აქვს თუ ასე შემდეგ, ხო? მანამდე წარვადგენ ჩვენ ერთგულ სპონსორს და მადლობა ჩვენ სპონსორს, პოდკასტის სპონსორია აჰავა, მკვდარი ზღვის უნიკალური მარილებით, მინერალებით გაჯერებული სახის სხეულისა და თმის მოვლის საშუალებები ისრაელიდან. აჰავა საკუთარ პროდუქციას თავაზობს როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს და ეს ბრენდი მოწონებული და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ. აჰავა დაიმახსოვრეთ და გამოიყენეთ, მართლა კარგია. შენ ხო არ იყენებ ხოლმე აჰავას? ჯერ არა უშოს დაიწყე. კარგი. მოდი შესავლისათვის ეკა დავიწყოთ პირველს კიდევ ერთხელ მადლობა. დავიწყოთ თემა დიაბეტი ტიპი 1, დიაბეტი ტიპი 2. რა სხვაობაა მათ შორის მარტივად ავხსნათ და გასაგებად, იმიტომ რომ ეს თემა სულ არის ტიპი 1-ა, ტიპი 2-ა და რეალურად რა ხდება, შეიძლება ძალიან ცოტამ თუ იცოდეს. დიდი მადლობა მოწვევისთვის კოტე, მართლაც არის შემთხვევები, როცა ჩვენ ექიმებსაც გვიჭირს ხოლმე გარჩევა ტიპობრიობის და შაქრიანი დიაბეტის. ეხლა დიაბეტი ტიპი 2 ეს არის 2-დან დავიწყე, იმიტომ რომ სოფლიოს
დიაბეტის შემთხვევათა 95% მოდის 90-95 ტიპი 2-ზე. გამოვლინება კლინიკური, რა თქმა უნდა, განსხვავებული აქვთ, მიმდინარეობაც განსხვავებული აქვთ, საერთო აქვთ ის, რომ ორივე შემთხვევაში საქმე არის, გვაქვს ჰიპერგლიკემიასთან, ანუ გლუკოზის დონის მატებასთან სისხლში. პირველი ტიპის შემთხვევაში ეს არის ინსულინის აბსოლუტური უკმარისობა, ანუ ადამიანს სჭირდება გარედან შეყვანა ინსულინის ინექციების სახით, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ინექციების არის სახით, ხოლო მეორე ტიპის დროს საკუთარი ინსულინი პირიქით ჭარბათაც კი აქვს ადამიანს, მაგრამ მისი მოქმედების მექანიზმი ირღვევა. სხვა ტიპებიც არის შაქრიანი დიაბეტის, თუმცა ის უფრო იშვიათი ტიპებია, მათ შორის ორსულთა დიაბეტი, იშვიათი გენეტიკური ფორმები, ეხლა უკვე ბოლო ხანებში მეხუთე ტიპის დიაბეტზეც მიდის მსჯელობა და კლასიფიკაციაში შეიტანეს, მაგრამ ეს დღევანდელი ჩვენი თემა არ არის. ესე იგი, მექანიზმი განვითარების დაავადების არის სხვადასხვა, მაგრამ ჰიპერგლიკემია, ანუ გლუკოზის დონის მატება სისხლში ახასიათებს ორივე დიაბეტს. აღმოცენების მექანიზმი არის სხვადასხვა. განვითარების მექანიზმი. შესაბამისად, მართვა და მკურნალობის პრინციპებიც განსხვავდება. თუ კი ტიპი 1-ის დროს, პირველი ტიპის დროს ადამიანის ინსულინის გარეშე ვერ იცოცხლებს, ტიპი 2-ის დროს მხოლოდ გარკვეულ შემთხვევაში ან შორს წასულდა უკვე რაღაცა ბოლო ეტაპზე შეიძლება დაგჭირდეს, ან გარკვეული გამწვავებების დროს დაგჭირდეს ინსულინოთერაპია. ზოგადად ინსულინის ან ეპიზოდურად, ან დაუშვათ მუდმივი ხასიათის ჩართვა. ეხლა გარკვეული განმასხვავებელი ამ დაავადების ამ ტიპებს შორის არის ასევე ასაკობრივი ჯგუფი. ტიპი 1 ძირითადად მაინც ითვლება, რომ არის ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტი და თვის დამახასიათებელი, თუმცა ნებისმიერ დეკადაში 60 და 70 წლის ასაკის ადამიანთანაც კი შეიძლება განვითარდეს. ტიპი 2 უფრო მოზრდილთა, როგორც წესი, კანონზომიერება ასეთია, მაგრამ არც ტიპი 2 არ არის, რომ არ შეიძლებოდეს და არ განვითარდეს ბავშვთა ასაკში, ანუ შესაძლებელია, რომ ტიპი 2 განვითარდეს. სტატისტიკურად მეტნაკლებობის თემა. ბევრად ნაკლებად, დიახ, და ასევე ტიპი 1, როგორც უკვე გითხარით, შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. მადლობა ეკა. შემდეგი კითხვა. რა არის პრედიაბეტი? როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ეს მდგომარეობა არის? ანუ ეს სპონტანურად შემთხვევით შეიძლება აღმოვაჩინოთ რუტინული, თქვათ, რაღაცა კვლევისას თუ რაიმე სიმპტომები არის, რომელიც პრედიაბეტს მიუთითებს? რა მდგომარეობა საერთოდ ეს? აი, ეს მდგომარეობაც პრედიაბეტის უფრო მეტად არის დამახასიათებელი ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს, რომელიც თავისთავად წარმოადგენს ეგრეთ წოდებული მეტაბოლური სინდრომის ერთ-ერთ განშტოებას. რა თქმა უნდა, ტიპი 1-საც აქვს გარკვეული პრედიაბეტური პრეგლიკემიური ფაზა, რომელიც აბსოლუტურად შეუმჩნევლად მიმდინარეობს და მხოლოდ შეიძლება შემთხვევით გაკეთებული კვლევების დროს გამოვლინდეს და ამ დროს ძალიან ბევრია ის აუტოანტისხეული, რომელიც პანკრეასის ბეტა უჯრედებს ებრძვის და აზიანებს, ყველაზე მეტი ამ ფაზაშია და სიახლე ის არის ამ კუთხით მედიცინაში, რომ დღესდღეობით არის უკვე რაღაცა გარკვეული ძვრები და იმუნომოდულატორები და ეს ერთ-ერთი პრეპარატი. თავი არ დაანგრიოს ორგანიზმს. დიახ, ერთ-ერთი პრეპარატი უკვე FDA-ის მიერ, ამერიკის წამლის და საკვების სააგენტოს მიერ უკვე მიღებული აქვს ეპრუვალი, რომ ამ ფაზაში, აი ამ იმუნური აგრესიის და ანთების ფაზაში შესაძლებელია გამოვიყენოთ ეს მედიკამენტი იმისთვის, რომ არ გადავიდეს მესამე ფაზაში და უკვე ტიპი 1 დიაბეტის აი ჰიპერგლიკემიით და თან უმწვავესი მაღალი ციფრებით, ხო, 400 მგ დეცილიტრზე 500-ით ეზევლინდება, როგორც წესი, უკვე 90% განადგურებულია ბეტა უჯრედების და აი მანამდე ამ განადგურების პროცესში არის მხოლოდ ჯერ ანთება, ეს გრევის ანთების და დესტრუქციის ფაზა და ჯერ ის რაღაც რაოდენობა, რაც გამოიყოფა ინსულინის, საკმარისია გლუკოზის ნორმალური მაჩვენებლის შემთხვევაში. მაგრამ ეს როგორც გითხარით, კლინიკურად აბსოლუტურად თითქმის შეუმჩნეველია. ეხლა მეორე ტიპს უფრო ახასიათებს ეს ხანგრძლივი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია პაციენტის გენეტიკურ განწყობაზე, ცხოვრების წესზე, უფრო შედარებით ხანგრძლივად თვეებიდან წლებიც კი შეიძლება გრძელდებოდეს ეს პრედიაბეტური ფაზა. შეიძლება სრულიად შემთხვევით გამოვავლინოთ შაქრიანი დიაბეტის არსებობა, ან თუნდაც პრედიაბეტურ ფონზე შეიძლება ის სხვა რაღაც კარდიოვასკულური გართულებების დროს, ინფარქტი, ინსულტის დროს მოხდეს გლუკოზის და ყოველთვის ხდება განსაზღვრა და აღმოჩნდება ხოლმე, რომ პაციენტს უკვე აქვს შაქრიანი დიაბეტი.
პერიოდი. ან ჯერ კიდევ პრედიაბეტის ფაზაა. მოდი ახლა გითხარით თუ შეიძლება 3-4 მთავარი სიმპტომი ეკა. ის სიმპტომი, რომელიც ასე ხალხურად, პოპულარულად, ადამიანურად ადამიანს მიახვედრებს, რომ შესაძლოა მას ჰქონდეს შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 თუ ტიპი 2-ის ნიშნები და გაიქცეს ექიმთან, დაუყოვნებლივ, არ გადადოს. აი 3-4 სიმპტომი მაინც რომელიც ან ერთად უნდა იყოს, ან ამ 3-4-დან რომელიმე თქვათ იყოს დომინანტი. კი ბატონო, შარდვის გახშირება. დღის, ღამის? როგორც დღის, ისე ღამის. აი, ამას აქვს მნიშვნელობა. ბავშვები, რომლებიც უკვე გადაეჩვენენ ღამით ჩაშარდებას, ისინი ხელახლა იწყებენ შარდვას ღამით. ეს ერთი კიდევ. ეს აუცილებლად, რა თქმა უნდა, მეორადად პოლიურიის, ანუ შარდვის დროს სითხის კარგვის გამო ყურვილი ჩნდება და რა თქმა უნდა, წყლის მოხმარება. როგორც დღისით, ისე ღამის საათებში. ის თემა, რომ ბევრ წყალს სვამს ის და ვაიმე დიაბეტი ხო არ აქვს, უბრალოდ ბევრი წყალის დალევა არ არის. აქ არის კარგვასთან კავშირში. კარგვასთან და ის არის პირველადი წყურვილის სხვა მდგომარეობაა და სხვა შორის დიფერენცირება უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობასთან გარკვეულ შემთხვევებში. ეს არის პირველადი, ანუ მიზეზი არის შარდვა გახშირებული და შედეგი არის მოდია. კიდევ წონის უმიზეზო კლება. თუ ბავშვებში ეს ძალიან ადვილად ჩანს ხოლმე და როგორც წესი ეს ბავშვები არ არიან ჭარბი წონით და მსუქნები და კიდევ უფრო მეტად კარგავენ წონას. ნუ ის ადინამიურობა, სისუსტე, მივარდნილობა, მუცლის ტკივილი, პირღებინება, ეს უკვე რაღაც უკვე კეტოზის და აციდოზით, ამჟამადუტოვანი წონასწორობით, კი, რა თქმა უნდა, ეს უკვე ძალიან საფრთხილო მდგომარეობაა. მოსtildeები უბრალოდ ძირითადად არიან ჭარბწონიანები. პრინციპში მე ვაფრთხილებ ხოლმე პაციენტებს და ვეუბნები, რომ ყოველთვის ჭარბი წონა და სიმსუქნე არის რისკი უკვე შაქრიანი დიაბეტის განვითარების. ყოველ შემთხვევაში მეტაბოლური სინდრომის განვითარება არის დაკავშირებული სიმსუქნესთან. რა თქმა უნდა, აქაც გააჩნია გენეტიკას, გააჩნია როგორი ტიპის სიმსუქნე აქვს ადამიანს, ვისცერული ტიპის სიმსუქნე, როგორ იქცევა, როგორ იკვებება, როგორი ფიზიკური აქტივობა აქვს, როგორი მჯდომარე ცხოვრების წესი აქვს თუ არა, ყველას ერთნაირად არ უვლინდება ეს რისკები და ისინიც კარგავენ წონას. აი უკვე მაღალი გლუკოზის მაჩვენებლების ფონზე, როცა იწყება ეს შარდვის, გაძლიერებული შარდვის პერიოდი, უკვე ისინიც კარგავენ წონას, რა თქმა უნდა. კარგი, ტიპი 2 დიაბეტის მკურნალობისას მაგალითად რამდენად წამყვანი და ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი როლი აქვს თუნდაც რაღაც რემისიის მაგვარი ფაზის დადგომისთვის ტიპი 2 დიაბეტისას, წონის კლებას. აი მაგალითად დადგინდა ეს მდგომარეობა, ადამიანი არის 120 კილოგრამი სიტყვაზე და შეძლო და 40 კილო დაიკლო, 45 კილო დაიკლო. უკუსვლა ხდება ამ პროცესის თუ ეს უკვე ფორმირებულია და არაფერი აღარ შეიძლება? არა, რა თქმა უნდა, საწყის სტადიაზე ეს ძალიან კარგად კომპენსირდება და შეიძლება ნორმოგლიკემია, ანუ გლუკოზის ნორმალური მაჩვენებლები მიიღწეს წონის კლების ფონზე, მაგრამ ეს არ უნდა მოდუნდეს პაციენტი, ვაფრთხილებთ, რომ ეს დაავადება არსად არ წასულა. როგორც კი მოხდება წონის ისევ ხელახალი მატება, ან გაღრმავდება და სხვა რაღაც ზოგადი მდგომარეობა შეიცვლება ასაკთან ერთად ის ბეტა უჯრედები მოკლედ მაინც განიცდის გარკვეულად რა თქმა უნდა აპოპტოს და ის აუცილებლად გამოვლინდებოდა. აი 2 დღის წინ გავსინჯე ესეთი პაციენტი, რომელმაც თქვა, რომ დაახლოებით 2 წლის წინაც ჰქონდა გლუკოზის ციფრები მომატებული, მაგრამ ნუ დაივიწყა მერე თითქოს დაჯდა, დაიწყო დიეტა, სწორი კვება და ეხლა უკვე ჰქონდა 14 მილიმოლ, 15 მილიმოლ ლიტრზე, ანუ გლუკოზა იყო მკვეთრად მაღალი, სხვათა შორის უკვე კეტონოებიც ჰქონდა შარდში, მიუხედავად იმისა, რომ ეს სხვა მეორე ტიპის დიაბეტია, გლიკოზირებული ჰემოგლობინი, რომელიც ბოლო 3 თვის მანძილზე გვაჩვენებს გლუკოზის საშუალო მაჩვენებელს და არ უნდა იყოს ჯამთელ პოპულაციაში 5.6-ზე ნაკლები უნდა იყოს და 6.5-ით ეს უკვე დიაბეტის მაჩვენებელი 14 ქონდა. და აი ეხლა დაიჯერა რომ ქონდა შაქრიანი დიაბეტი და რომ ეს არსად არ წასულა მის ცხოვრებაში იყო დალიქი. ამიტომ ეს სიმპტომია რა, წონაში დავიკელი, არა მაგარია, კარგად ვგდნობ თავს, შემსუბუქთი წნევა დარეგულირდა და გაქრა, არ ქრება. ცხოვრების წესი უნდა შენარჩუნდეს და ის პრეპარატები, რომლებსაც ჩვენ პრედიაბეტის
დიაბეტური მდგომარეობის დროსაც ვიყენებთ და შაქრიანი დიაბეტის დროსაც ის უნდა გაგრძელდეს. აუცილებლად რომ მოხდეს დაცვა იმ ბეტა უჯრედების ფუნქციის და შემცირდეს ის მექანიზმზე მოქმედებს ეს პრეპარატები და რომ არ გამოვლინდეს და არ გადაიზარდოს, არ მოხდეს დაავადების პროგრესირება. მადლობა. შემდეგი რაც მაინტერესებს და ალბათ მაყურებელსაც ხშირად ასეთი შიშის შესახებ საუბრობენ ინსულინთან მიმართებაში, რომ თუ ინსულინი დაჭირდა, ესე იგი არ არის კარგად საქმე და რაღაც ბოლო სტადიისკენ არის, ინსულინი არ უნდა დაიწყო, თორე თუ დაიწყე, მერე ცუდად არის საქმე. მოდით თუ შეიძლება თქვენთან ერთად ეს მითიც, ასე ვთქვათ, დავამსხვრევთ. ეს მითი ნამდვილად არსებობს, განსაკუთრებით სავალალოა, როცა ამას ფიქრობენ ბავშვის მშობლები და მოზარდის მშობლები, როცა ისინი წყვეტენ ბავშვის ჯანმრთელობაზე. ხშირია ასეთი ფიქრები. არ არის ხშირი და მადლობა ღმერთს საქართველოს ქართულ პოპულაციაში ეს არ არის ხშირი, მაგრამ არის ეთნიკური ჯგუფები, სადაც ჯერ კიდევ ამ ინექციების და ინსულინის მიმართ აქვს ძალიან ცუდი დამოკიდებულება და არ ჯერათ რომ ეს არის დაავადების ბუნებიდან და გენეზიდან გამომდინარე აუცილებლობა. ხანდახან ხდება ისიც რომ კლინიკაში მოთავსების სტაციონარში მოთავსების ფონზე გლუკოზის ნორმალიზების შემდგომ მართლაც იკლებს გლუკოზის ტოქსიურობა რომ მცირდება ბეტა-ის ნარჩენი ის 10%, რომელიც თქვით იწყებს მოქმედებას და ამას ეგრეთ წოდებული თაფლობის თვე ეწოდება და შეიძლება ამ დროს ინსულინის მოთხოვნება მკვეთრად შემცირდეს, მოიხსნას კიდევაც რამდენიმე თვით, შეიძლება 1-2 წელიც იშვიათად თაფლობისთვის პერიოდი განვითარდეს. და ეს არის ის დრო, როცა იწყებენ პაციენტის მშობლები გარკვევას, რომ ნამდვილად არის ხო არა ტიპი 1, ნამდვილად საჭიროებს თუ არა ბავშვი ინსულინისადმი თერაპიას. პრინციპში რეკომენდაცია ის არის, რომ მათ უნდა ენდოკრინოლოგს დაუჯერონ, მათთან იქ არის უამრავი იმუნოლოგიური ტესტებია, რომელიც ამ დაავადების დადასტურებაც არის და იყვნენ მოკლედ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. რაც შეეხება მოზრდილებში, რა თქმა უნდა, ინსულინი არ არის პირველი რიგის პრეპარატი ტიპი 2 დიაბეტ, ეგრეთ წოდებულ მოზრდილთა და ჭარბწონიანთა დიაბეტის დროს, მაგრამ ხო როგორც უკვე ვთქვით, არსებობს რაღაცა მწვავე მდგომარეობები, არსებობს უკვე გართულებული შაქრიანი დიაბეტი, როცა რა თქმა უნდა საჭიროა და როცა ისინი ინსულინზე დამოკიდებული ხდებიან, როცა მათი პანკრეასიც უკვე დაღლილია, გადაღლილია და ვეღარ უზრუნველყოფს ორგანიზმს სათანადოდ. ინსულინზე დამოკიდებულები ახსენეთ და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება და ხშირად ჩვენ ზღვის სანაპიროზე, სადაც ადამიანი თქვათ შიშველია, ხო, სეზონურად, ჩანს რომ მე მინახავს ახალგაზრდებით, ბავშვებიც, რაღაცა ესეთი სპეციალური ხელსაწყო დამაგრებული, აი ეს ტექნოლოგია რამდენად ამარტივებს დღეს დიაბეტის მართვას. რა არის საერთოდ ეს აი? ეს არის კანქვეშა გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა, რომელიც ზომავს გლუკოზას არა სისხლში და პლაზმაში, არამედ კანქვეშ. რა თქმა უნდა, ოდნავ განსხვავებულია დროში და რაღაც გარკვეული მერყეობების სისხლთან განსაზღვრასთან აქვს, მაგრამ არის პრინციპში ძალიან კარგი მიგნება ტიპი 1 დიაბეტის დროს, გარკვეული ლაბილური სხვა ტიპის დიაბეტების დროს, როცა ჰიპოგლიკემიებისადმი არის მიდრეკილება. ჩვენ როგორც გლუკოზის მაღალი ციფრები არ გვინდა და არ აწყობს ორგანიზმს, ისე ძალიან სავალალო და საშიშია და უმწვავესი რეაგირებაა საჭირო დაბალი ციფრების დროს, 70-60-ზე ქვევით, როცა არის მილიგრამ დეცილიტრზე გლუკოზა. აი ამ დროს ამას აქვს თავისი სპეციფიური გამოვლინება, სიმპტომები, კანკალი, გულის აჩქარება, ოფლის ჰიპოგლიკემია, ზოგჯერ არაადეკვატური ქცევები. აუცილებლად საჭმელი რაღაცა უნდა მივაწოდოთ. ზოგჯერ არაადეკვატურები ეხდებიან ბავშვები რაღაცა ქცევით, ხომ? და რაც თავი ის თუ არ ამოვიცანით დროულად და არ მივეცით ბავშვს ეს, რა თქმა უნდა, ჰიპოგლიკემიური კომაც შეიძლება განვითარდეს. ამიტომ ასეთი ბავშვებისთვის, ასეთი მშობლებისთვის და ასეთი მიმდინარეობისთვის აუცილებელია და რომ დროზე მოხდეს მონიტორინგის კი. და აი ამ სენსორებს აქვთ თავისი დაპროგრამება ხდება მაღალი და დაბალი მაჩვენებლების და სიგნალს იძლევა. თავისი წამკითხველები აქვთ, ან ზოგს ტელეფონშიც ხდება წაკითხვა და ანუ გაამარტივა ადამიანის ცხოვრება, ხო? ბევრად გაამარტივა, განსაკუთრებით აი ესეთი ლაბილური მიმდინარეობით, როცა არის ეს კი, რა თქმა უნდა, თვითონ პაციენტისთვისაც და პაციენტს
დიაბეტის მშობლისთვისაც ბევრად გამართლა. ეს ხო პრინციპში დაავადება მით უმეტეს როცა მცირეწლოვან ასაკს ეხება, ხო ეს ოჯახური ბავშვების მშობლებს ხანდახან არ წინავთ ღამე, დედებს არ წინავთ და ყარაულობენ ბავშვებს რომ ჰიპო არ განვითარდეს. ანუ ძილის წინ გლუკოზას ეს უფრო შიშია თუ არა, ეს არის ხანდახან, რა თქმა უნდა, ეს წვით ნორმალურად შერჩეული დოზირების კვების რეჟიმის დროს ძილის წინ თუ განსვასხრავთ გლუკოზას, იქ უკვე ვიცით დაახლოებით რა იქნება ღამის განმავლობაში, მაგრამ ყოველთვის ესე არ არის, ხანდახან დოზების შერჩევის პერიოდია, ხანდახან დაავადების მიმდინარეობა ესეთი პუბერტატის პერიოდში განსაკუთრებით ძნელია ხოლმე ამის ბავშვის ქცევა, კვების გაკონტროლება. ხო, რაც თავარია ეს ამ ხშირ ინექციებსაც შიჩხლეტებს და კონტროლსაც აი ცვლის ასე ვთქვათ. ნახშირწყლების თვლა რამდენი ნახშირწყალი მივიღე. ეს ასე ვთქვათ, გადამწყვეტი თემა არის მართვისას? აი რამდენი პური ნაჭერი პური მივირთვი, რაღაცა იქ ტკბილი ორი ბურთულა ყურძენი მივირთვი და ვთვალო უნდა სულ ეს დიაბეტიკს ევალება ესა? განსაკუთრებით პირველი ტიპის დიაბეტის დროს, რა თქმა უნდა, მეორე ტიპის დროსაც არის, რა თქმა უნდა, ეს ზოგადად საერთოდ კვების რაციონს ყველა ვიცავთ, ვიცით ნახშირწყლები რა რაოდენობით უნდა იყოს. მათთვის კიდე უფრო მეტად გადამწყვეტია და კრიტიკული ეს ყველაფერი, მარტივი ნახშირწყლები, ადვილად შეწოვადი ნახშირწყლები, აი გლიკემიური ინდექსზე საუბრობდა მე მგონი ქავტონი მაია. და მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ რაოდენობას და ოდენობას, რასაც მიიღებ, არამედ რა ფორმით მიიღებ, როგორ დაამუშავებ, რასთან ერთად მიიღებ, აი დაუშვათ ცხიმიან საკვებთან ერთად, უფრო გვიან ხდება შეწოვა და დაუშვათ სუფთად ნახშირწყლოვანი და მარტივ ნახშირწყლებამდე დასული საკვები უფრო მარტივად და სწრაფად იწოვება, მაგრამ შეიძლება მოგვიანებით ჰიპოგლიკემიის რისკი გაზარდოს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, კვება არის მათთან ძალიან მნიშვნელოვანი. კარგი. მოდი ის სამი აკრძალული რამ გითხარით, თუ შეიძლება რაც დიაბეტის მატარებელმა ადამიანმა უნდა იცოდეს. ჩვენ ყოველ შემთხვევაში ექიმები ვცდილობთ რომ ისე არა უგრძალოთ, ასე ვთქვათ. ისე იცხოვროს დიაბეტიანმა ადამიანმა, რომ მას რაღაცა სხვა ადამიანისგან განსხვავებული ცხოვრება არ ქონდეს და რაღაცა აკრძალვის ზონები არ ქონდეს. ისევე როგორც არა დიაბეტიან ყველა ადამიანისთვის კი და არა მკაცრად არ განისაზღვრება, ასე ვთქვათ, უფრო დაბალანსირებულად. ჩვენ ვეუბნებით, რომ ეს არის ცხოვრების წესი, ეს ესე ითვლება, რომ ეს არსად არ წავა, ეს იქნება მუდმივად მასთან ეს დაავადება, მაგრამ აი ამ ცხოვრების წესით და ალბათ ტიპი 1-ის შემთხვევაში არასოდეს არ უნდა იყვნენ ისინი ინსულინის გარეშე, გლუკომეტრის გარეშე, სხვა იმ დამატებითი სენსორების და ასე შემდეგ, აი ამ გარეშე, გლუკაგონის გარეშე გლუკაგონის უნდა კონდეს ტიპი 1 დიაბეტიანს. არ უნდა გამოტოვოს კვება. აი, ანუ თავისი გრაფიკიდან და გარკვეულ ესეთი ცხოვრება, ხო? ეს რთულია, მაგრამ მოითხოვს მთელ მას, რა ქვია, თქმა უნდა, ორგანიზებას, ოჯახის მხრიდანაც და სამაგეროდ ჯამთელად იკვებებიან სხვათა შორის. ესენი ის კვება, რომელსაც ჩვენ მათ ვთავაზობთ, ეს არის რეალურად ჯამთელი კვება, რომელსაც არა დიაბეტიანიც რომ იკვებებოდეს, ძალიან კარგი არაფერი დაშავდება. ხო და ჯამთელ კვებასთან დაკავშირებით ჩემო ძვირფასო კოლეგა მინდა წარვადგინო პროდუქტი, ჟოლო, მაგალითად ვაშლი, ქლიავი, ჯემები. ეს არის აგროხაბის მიერ წარმოებული პროდუქტი, რომელიც ძალიან კარგად წესით ბუნებრივია ჯანსაღ რაოდენობებში შეიძლება იქნას გამოყენებული, სწორედ იმ დიეტებში, რასაც თავაზობთ თქვენ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს შაქრის პრობლემა, წარვადგენ ამ პროდუქტს, ეს არის აგროჰაბის მიერ წარმოებული დიაბეტური ჯემები, რომლებიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს დიაბეტი, სულ შაქრის დონის რეგულირება, კვების რაციონიდან შაქრის სრულად ამოღება ან შემცირება. სახეობებით შერჩეულია ისე, რომ პროდუქტი თავსებადი იყოს ამ დიაგნოზის ადამიანთათვის. შემოწმებულია ლაბორატორიულად და მოპოვებული აქვს დიაბეტურის ნიშანი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიაბეტური ჯემები შეიცავს მხოლოდ კონკრეტულ ხილში არსებული შაქრის ან წარმოების პროცესში დამატებული აქვს მხოლოდ ბუნებრივი დამატკობელი სტევია, შაქრის შემცვლელი, რომელიც მზადდება მცენარე სტევიას ფოთლებისაგან და არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, ნახშირწყლებს და არ აქვს კალორია. ასევე იდეალური პროდუქტია დაბალანსებული კვებისა და დიეტების დროს. აი ესეთი ჯემები გვაქვს ეკა წარმოდგენილი ჩვენ აგროჰაბისაგან. მოდით,
კიდევ ერთი კითხვა თქვენთან. როგორ მოქმედებს ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა სისხლში შაქრის მაჩვენებლებზე დიაბეტიან პაციენტებში? ტიპი 1 თუ ტიპი 2 მოდი თუ არ საჭიროებს ასე დიფერენციაციას არ გამოვყოთ, მაგრამ ფიზიკური აქტივობა და დიაბეტი. აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის, მით უმეტეს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტისთვის, უბრალოდ უნდა გაითვალისწინოს მან ეს დატვირთვა იმ თავისი საკვები რაციონის და იმ მკურნალობის დროს. ანუ თუ ინსულინოთერაპიაზეა, რა თქმა უნდა, მცირდება შესაბამისად ფიზიკური აქტივობის წინ დოზა, რა თქმა უნდა, კვების, ასე ვთქვათ, შეიძლება მოდიფიკაციაც მოხდეს. ამ დროს თუმცა ეს არანაირად არ ზღუდავთ და პირიქით აუცილებელია ფიზიკური აქტივობა. ძალიან კარგი. როგორ აისახება დიაბეტი კანსა, თმასა და ფრჩხილებზე და ძირითად შემთხვევებში რა სიმპტომები ვლინდება მაგალითად კანის, თმის და ფრჩხილის მიმართულებით დიაბეტიან პაციენტებს? თუ კი არის ასეთი რამ? ზოგადად ძალიან ისეთი მულტისისტემური დაავადებაა და აქვს თავისი ტიპიური გართულებები, როგორც სიზარღვების, ნერვული დაბოლოებების, ისე რა თქმა უნდა ორგანოების მხრივაც, მაგრამ კარგად მართული შაქრიანი დიაბეტი პრინციპში წესით ესაც არის, ხომ და ამ დაავადების მართვის მიზანი, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ნორმოგლიკემია და ავიცილოთ თავიდან ეს გართულებები. თუმცა რა თქმა უნდა, ყოველთვის ეს არ არის ხოლმე შესაძლებელი და ამიტომ ყველა ის რაღაც ტროფიკული ცვლილებები კანის იმის რა თქმა უნდა მეტი რისკი აქვს ყოველ შემთხვევაში დეკომპენსირებული და არასწორად ნამართი დიაბეტის დროს რომ განვითარდეს. თუმცა ეს ასე წინა პლანზე არ არის ხოლმე წამოწეული. ხო, თმის წვენა მაგალითად ახასიათებს თუ არა? დეკომპენსირებული დიაბეტის დროს შეიძლება. ეხლა შეიძლება ამან კიდე დავამატოთ ის, რომ თუ ტიპი 1 დიაბეტი აუტოიმუნური დაავადებაა, შეიძლება გარკვეულწილად სხვა აუტოიმუნური დაავადებაც არსებობდეს და განვითარდეს ალოპეცია, იგივე ვიტილიგო, რომელიც ასევე აუტოიმუნურია და კანის მხრივ ცვლილებები აქვს. დაემთხვა უბრალოდ მიმდინარეობები თქვენს. კარგით. კიდევ ესეთი კითხვა მაქვს. და აქვე გავცემ პასუხს და თქვენს დამეხმარებით. დიაბეტი და ესთეტიკური პროცედურები. მე მყავს პაციენტები, ბევრი მიმოწერაში მათ შორის წერენ და კითხვა არის ესეთი თითქოს ესეთი შიშის შემცველი, რომ დიაბეტი მაქვს და აი ბოტულოტოქსინს გამიკეთებთ, ან დიაბეტი მაქვს და ტუჩის მოცულობა შეიძლება, ან დიაბეტი მაქვს და სახის გამახალგაზრდობი პროცედურები შეიძლება. მე თქვენგან დასტურს ველი, მაგრამ მე დავადასტურებ აქვე, რომ კი, რა თქმა უნდა შეიძლება, არანაირი არც ტიპი 1, არც ტიპი 2 თუ კი ბუნებრივია იქ კონტროლირებაზეა საუბარი და ჯანსაღ მიმდინარეობაზე, არ არის უკუჩვენება არც ბოტულონთერაპიის, არც შემავსებლებით მუშაობის და არც სხვა ბიოსტიმულანტებით მუშაობის, თუმცა თუ კი ასრულებს ამ პროცედურებს არა ექიმი, მაშინ დამატებით მე ყველას ვთხოვ, რომ ენდოკრინოლოგთან კონსულტაციის შემდეგ აიღონ ნებართვა და აწარმოონ პროცედურა. თუმცა თუ ექიმი ასრულებს, მას აქვს იმის უნარები, რომ განსაზღვროს კონკრეტულ პაციენტთან დასაშვებია თუ არა. თქვენ რას გვეტყვით, როგორც ენდოკრინოლოგი ამ მიმართულებით? მე გეთანხმებით, რომ ეს არ არის წინააღმდეგ ჩვენება ამ პროცედურების ჩატარების, თუმცა რა თქმა უნდა, მოწესრიგებული და დარეგულირებული დიაბეტის ფონზე უფრო ეფექტურიც იქნება, თუ კი რამე გართულებებს შეიძლება კონდეს ადგილი ამ პროცედურაში, იგივე ინექციის ადგილის დაინფიცირება და ასე შემდეგ, აი თუ არ არის ეს ნეიროპათიები და ისინი განვითარებული ტროფიკა ნორმალურია, რა თქმა უნდა. კარგით, ეკა, თვალი და შაქრიანი დიაბეტი. რა გართულებებია ასაკობრივ ჭრილშიც გითხარით ორი სიტყვით, რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება, როცა მხედველობის ორგანოზია საუბარი. და ასევე ზრდასრულ ასაკობრივ ჯგუფებში ხომ არ არის საჭირო იმ ადამიანებს მივცეთ ის რეკომენდაცია, ვისაც აქვს თქვა დღეს შაქრიანი დიაბეტი, რომ აი მაინც გაესინჯონ რაღაც პერიოდიკით ოფთალმოლოგს, ხო? აუცილებლად თვალი არის ერთ-ერთი სამიზნე ორგანო. შაქრიანი დიაბეტის დროს, ამიტომ ეს ჩვეულებრივი წესია, როგორც ტიპი 1, ისე ტიპი 2-ის დროს. ტიპი 1-ის შემთხვევაში უბრალოდ რაღაცა გარკვეული წესი გვაქვს, რომ დიაგნოსტირებიდან 5 წელიწადში, ან თუ პუბერტატის სქესობრივი მომწიფების პერიოდში, მაშინვე უნდა მოხდეს თვალის კონტროლი და ოფთალმოლოგთან კონსულტაცია, ხოლო მოზრდილებში, ზოგადად მოზრდილებში ხანდახან უკვე დიაბეტის ან გამოვლენის დროს უკვე რაღაც გარკვეული შეიძლება გართულებები შეიძლება იყოს. ამიტომ იქ დიაგნოსტირებისთანავე და შემდგომ ყოველწლიურად მოწმდება აუცილებლად თვალის ფსკერი, მხედველობის სიმახვილე და რა თქმა უნდა ოფთალმოლოგი არის აი მულტიდისციპლინურ გუნდში ჩართული, რომელსაც
რომელიც მართავს შაქრიან დიაბეტს. კარგი. როგორ მოქმედებს სტრესი და ძილის ნაკლებობა დიაბეტის მართვისას, თქვათ? აი, რამდენად ურჩევთ ადამიანებს, რომ თქვათ, მათი ემოციური სტატუსი შეძლების დაგვარად არსებული დინამიური ცხოვრებიდან გამომდინარე, ან თუ შესაძლებელია, შეიძლება ფსიქოთერაპიაც იყოს ზოგ შემთხვევაში საჭირო, თუნდაც დაავადების აღმოჩენის პირველ სტადიაზე, რომ ხარდაჭერა მიეცეს ადამიანს, ან სტრესებისგან თავის არიდება. ხო არის რაიმე სპეციფიკა? აუცილებელია ფსიქოლოგის ჩართულობა განსაკუთრებით აი ტიპი 1-ის დროს მთელი ოჯახს სჭირდება მშობელსაც ბავშვთანაც როგორ მივიტანოთ ეს ინფორმაცია რომ მათი მიმღებლობა რომ ისინი არ დაშინდნენ და ეს არ იყოს მათთვის ზედმეტი სტრესი. რა თქმა უნდა ეს სტრესია და უბრალოდ აი ამ სტრესთან გამკლავება რო ისწავლონ აუცილებელია. სტრესზე ძალიან რეაგირებენ დიაბეტით დაავადებული ადამიანები. თუ კი ისე ჯანმრთელ ადამიანთან ეს გლუკოზის ცვლილებით დიდად არ გამოიხატება, მათთან ეს მაშინვე აისახება ხოლმე, კი ბატონო, ნერვიულობაზე, ემოციურ მასე ხდება ხოლმე მათთან ამ გლუკოზის ციფრების მერყეობა. მადლობა. ვირუსული ინფექციები, მაგალითად გრიპი, აი კოვიდი იყო ამ რამოდენიმე წლის წინ სამწუხაროდ რთული პერიოდი გავიარეთ, ხო? ანუ ვირუსი, ჩვეულებრივი სეზონური გრიპები, ვთქვათ, მათი მართვა და დიაბეტი. არის თუ არა კორელაცია რაიმე მათ შორის და არის თუ არა განსაკუთრებული ყურადღება საჭირო, როცა მაგალითად ისეთი სერიოზული გრიპის სიმპტომები აქვს ადამიანს და აქვს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 ან 2. როგორც წესი, ვირუსული ინფექციების დროს სხეულის ტემპერატურის მატების დროს ხდება გლუკოზის ციფრების, რა თქმა უნდა, მატებაც შეიძლება ჰიპოგლიკემიაც განვითარდეს, ანუ ძალიან ირღვევა, აი მანამდე თუ აქვს დალაგებული, ასე ვთქვათ, და მოწესრიგებული, იმ დროს შეიძლება აირიოს და მოუწიოს რაღაცა გარკვეული მოდიფიკაცია თავის კურნალობაში. და რაც შეეხება რა თავისებურებაა დაუშვათ დიაბეტიან პოპულაციაში, ჩვენ მათ ურჩევთ რომ აიცრან თუნდაც ვირუსული დროს აუცილებელია ყველა ასეთი პაციენტისთვის, როგორც ტიპი 1, ასევე ტიპი 2 შემთხვევაში. ისე როგორც ნებისმიერი ადამიანი. რა თქმა უნდა. მადლობა ეკა. კარგი. კიდევ შევეხოთ თუ შეიძლება მაგალითად თქვენს პრაქტიკაში. პრაქტიკოსი ექიმი ხართ და წლები ამ სფეროში მოღვაწეობთ, ხო? არის თუ არა რაიმე სიახლე კურნალობის მიმართულებით, მედიკამენტების თვალსაზრისით და აქვე მინდა ან დაგვიდასტუროთ, ან უარყოთ, არსებობს თუ არა არსებობს ესეთი მოარული აზრი, რომ გარკვეული ოპერაციები კეთდება დიაბეტისგან განკურნების მიზნით. მოდით ეს თემაც გავიაროთ მოკლედ და მედიკამენტები, როგორც ექიმს, გაქვს თუ არა რაღაც საშუალება ბოლო 10 წლის მანძილზე, რამაც მკვეთრად გაგიუმჯობესა კლინიკური შედეგები. რა თქმა უნდა, მედიკამენტების კუთხით განსაკუთრებით ტიპი 2 დიაბეტის დროს ძალიან დიდი სიახლეებია, ეგრეთ წოდებული ინკრეტინებზე და დაფუძნებული თერაპია. ეს არის ის მედიკამენტები, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან გლუკოზის შეწოვაზე და გლუკოზის შეწოვის საპასუხოდ ინსულინის გამოყოფაზე მოქმედებენ. ეს არის შედარებით უკვე ახალთაობათა აღარც ითვლება პრეპარატები, შედარებით ძვირი ფასით, მაგრამ უკვე პრინციპში ხელმისაწვდომი. ჩვენთან არის ეს ბაზარზე. არის ინექციის ფორმით, არის ტაბლეტირებული ფორმები, განსხვავებული რაღაცა მოქმედების მექანიზმით და გარდა იმისა, რომ ძალიან კარგად არეგულირებს გლუკოზის საპასუხოდ მოქმედებს. ანუ თუ ადამიანს ნორმოგლიკემია აქვს, ის არ შედის მოქმედებაში, ის მხოლოდ და მხოლოდ იწყებს მოქმედებას, როცა გლუკოზის დონე მატულობს. ეს ერთ-ერთი ოზემპიკის მაგვარი პრეპარატებზე ხო არის? ეს პრეპარატებია, რომლებიც შემდგომ უკვე სიმსუქნის სამკორექციოთაც, სამკურნალოთაც დამტკიცდა. და არ აქვს, თითქმის არ აქვს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკები. ეს არის ძალიან კარგი სიახლე ამ პრეპარატებთან მიმართებაში, კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან გამოიყენება. ასევე არის ეგრეთ წოდებული SGLT ინჰიბიტორები, რომლებიც შარდთან ერთად გლუკოზის ექსკრესიას უწყობენ ხელს და მაღალი გლუკოზის დროს მოქმედებენ ისინი, კი მათ წონისკლების და საერთოდ კარდიოპროტექტორული და ძალიან კარგი თვისებები აქვთ. ეხლა რაღაცა უკვე ორმაგი ინკრეტინული, ასე ვთქვათ, კურნალობებია, რომლებიც ძალიან კარგია წონისკლების და გლიკემიის მართვის კუთხითაც. ხა ბავშვებში როგორც გითხარით, იმ რაღაცა პრე-ანთებით სტადიაზე თუ გამოიყენებს ეს მონოკლონური ანტისხეულები, ეს არის სიახლე.
არის რა თქმა უნდა რაღაცა გარკვეული მცდელობები, ასე ვთქვათ, იქ კუნძულების გადანერგვით, გენური თერაპიის გამოყენებით, დიახ, ღეროვანი უჯრედების გამოყენებით, რომ ბეტა უჯრედების ასე ვთქვათ, ჩანაცვლება და დიახ, აღდგენა მოახდინონ, მაგრამ ჯერჯერობით არ არის ესეთი დადასტურებული და დადასტურებული. არა. აი ეს არის პასუხი. არა, და არსებობს კიდევ ქირურგიული ოპერაციის სახეები, რომელსაც მეორე ტიპის ასე ვთქვათ შემთხვევაში იყენებენ. ეს არის უფრო წონის ასე ვთქვათ წონის მაკორეგირებელი და შესაბამისად უკვე შეიძლება მოხდეს ბარიატრიები და რაღაცა დიახ მისი სახეები, როცა რა თქმა უნდა ხდება წონის რედუქციის ფონზე, შეიძლება ცოტა ხნით მოწესრიგდეს კიდევაც, მაგრამ ძალიან დიდი ხნის ეს არ არის ასე ვთქვათ შედეგები, რა მოხდება მომავალში და 5 წლის შემდეგ და რაღაცა გარკვეული თვეების შემდეგ არ ვიცით. დაველოდოთ. ძალიან დიდი მადლობა. ეკა ბოლოს გითხარი თუ არის რაიმე სპეციფიკა საქართველოსა და მსოფლიოს თქვათ აი ჩვენი ევროპული მხარის მიმართულებით ჩვენთან ხომ არ არის უარესი ან უკეთესი მდგომარეობა სტატისტიკურად დიაბეტის მაჩვენებლებიდან გამომდინარე. მაგრამ ერთ-ერთი საშუალო ქვეყანა ვართ კოვიდის შემდგომ ძალიან რა თქმა უნდა ყველა ქვეყანაში და ჩვენთანაც იმატა რიცხვმა, მაგრამ არ არის განსაკუთრებული ასე ვთქვათ ჩემი აზრით სტატისტიკა ჩვენთან და შეხება მედიკამენტებს პრინციპში ყველაფერი არის ის პომპებიც ბავშვებში ის სენსორები პრინციპში მივსდებთ ასე ვთქვათ ამ იმას და არ არის ცუდად საქმე. ძალიან კარგი. რა თქმა უნდა შეიძლება კიდე ამაზე უკეთესადაც იყოს ამ კუთხით საქმე და ბავშვებში ინსულინის თერაპია არავისთვის არ არის ასე ვთქვათ მიუწვდომელი და ის ვცდილობთ გავიმეოროთ ის რაც ხდება მსოფლიოში. ძალიან კარგი. ჩვენი სტუმარი იყო ეკა კვარაცხელია, ენდოკრინოლოგი. ეკა ძალიან დიდი მადლობა საინტერესო და მომწურავი ინფორმაციისთვის, მათთვის ვისაც დიაბეტი აქვს ან ამ ვთქვათ რაღაც კვლევის პროცესში იმყოფება, ყველა უნდა იყოს კარგად და რაც თავარი რეკომენდაციები დაიცვას ექიმის მიერ მითითებები და ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ კი არ დავიწყოთ ჩვენი არხის გამოწერა, მოიწონეთ ჩვენი არხი, დააკომენტეთ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი მადლობა და დროებით. ნახვამდის.